რიგით 27-დე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის საჩუქარი მალე ახალი და განსაკუთრებული პროგრამით დაბრუნდება. Როგორც ყოველთვის ფესტივალი მსოფლიო რანგის საერთაშორისო წარმოდგენებს უმასპინძლებს. Ჩვენი ჟურნალისტი მარიშკა მამაგეიშვილი ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში და უფრო მეც გვეტყვის საჩუქრის შესახებ. მარიშკა მოგესალმებით, გიერთდებით მარჯანიშვილის თეატრიდან და მაყურებელს ვეტყვი, რომ 3 ნოემბერს იწყება საქართველოში პირველი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით საჩუქარი. 27-დე სეზონი დაიწყება რუმინული სპექტაკლით ოიდიპოს მეფე და მაყურებელს იმასაც ვეტყვი, რომ ფესტივალი 3-დან 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და სწორედ ამასთან დაკავშირებით ჩვენთან ერთად იმყოფება ფესტივალის ადმინისტრატორი ირაკლი ჩოჩუა. მოგესალმებით. გამარჯობა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და გვიხარია, რომ 27-დე სეზონით ბრუნდებით თბილისში. საჩუქარი უკვე ძალიან ბევრი წელი ანებივრებს თბილისელ მაყურებელს საერთაშორისო დადგმებით და გამორჩეული სპექტაკლებით და წელსაც შევეცდებით, რომ არ იყოს გამონაკლისი და მივცეთ საშუალება, რომ მსოფლიოში ცნობილი ხელოვანების საერთაშორისო აღიარებული დადგმები თვასიამოვნოთ თბილისელი მაყურებელი. პროგრამაზე რომ ვისაუბროთ, 3-დან 15-ის ჩათვლით რას იხილავს მაყურებელი? 3-დან 15 ნოემბრის ჩათვლით მაყურებელი იხილავს 2 საერთაშორისო სპექტაკლს. ფესტივალს გახსნის რუმინული დადგმა ოიდიპოს მეფე, რომლის რეჟისორიც არის დეკლან დონელანი, ბრიტანეთის ღირსების ორდენის მფლობელი, საფრანგეთის ღირსების ორდენის კავალერი, ლორენს ოლივიეს ჯილდოს 4 გზის მფლობელი და რა ვიცი, ძალიან აღიარებული ადამიანი. 2 ნოემბერს ფესტივალის პრესკონფერენციის შემდეგ მაყურებელს ექნება საშუალება, რომ თავად გაესაუბროს დეკლან დონელანს და მე მგონი არ არის ხელიდან გასაშვების შანსი. რაც შეეხება შემდგომ დღეებს, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ 7 ნოემბერს თუმანიშვილის თეატრში თბილისის საერთაშორისო ფესტივალი საჩუქარი და ბიენალე, ვენეციის ბიენალეს თეატრალური პროგრამა გთავაზობთ კოლაბორაციას. ეს არის ვენეციის ბიენალეს კოლეჯის საერთაშორისო პროგრამა, რომლითაც ქართველ ახალგაზრდა ხელოვანებს საშუალება ექნებათ, რომ შემოიტანონ პროექტი, რომელიც გაიგზავნება და ჩვენი საერთაშორისო დირექტორატის და ბიენალეს დირექტორატის წევრები მერე შეარჩევენ გამარჯვებულს და დააფინანსებენ იტალიის საელჩოს მხარდაჭერით და თუმანიშვილის თეატრის პარტნიორობით ამ პროექტს და მომავალ წელს უკვე ფესტივალის პროგრამაში შეგეძლებათ, რომ იხილოთ ეს გამარჯვებულის პროექტი სპექტაკლი. ასე რომ ვთქვათ, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ჯილდოზეც. ყოველ წელს ფესტივალი რამდენიმე ხელოვანს აჯილდოვებს თუმანიშვილის პრიზით. წელს ეს ადამიანები არიან დეკლან დონელანი, გოგი მარგველაშვილი, მარჯანიშვილის თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი და მუსიკოსი და კომპოზიტორი დავით ევგენიძე. და ჩავამატებ კიდე 12-13 ნოემბრის სპექტაკლის შესახებ. ეს არის ევრიპიდის ლასკარიდისის ლაპის ლაზული. ეს არის 2024 წლის დადგმა, რომელიც ძალიან ცნობილი არის ბოლო წელს და ძალიან სენსაციური სპექტაკლი არის 2024 წელს მსოფლიოში. საფრანგეთში 15 ჯერ ითამაშეს, უკვე ისეთი მოთხოვნა იყო. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ 3-დან 15 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება ფესტივალი საჩუქარი. 27 სეზონი გაიხსნება რუმინული სპექტაკლით ოიდიპოს მეფე, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.